ჩემი ვისა ყოფნა მინდა და პირველ რიგში ალბათ შემონახება მაგათთვის რო ანერვიულე, მაგრამ არა უშავს მაგას საერთოდ გამოტოვებ ადვოკატებით დავიწყებ, პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ. ორმესი დაუდეს პატივისცემა ჩემგან მთელი ამ უანგარობისთვის და როგორც თქვა ესე კბილებით რო გვისავრით აი ამ პირობებში მაინც ამ ყველაფრისთვის საუკეთესოები ხართ ჩემახშენ და მომარიხართ იმენ ჩემი აიდოლები ყველგან თქვენ მიყვარხართ ალბათ ადვოკატი რო ყოფილიყავი თქვენერი ვიქნებოდი ხალხს მინდა მადლობა მოვუხადო აბსოლუტურად ყველას ჟურნალისტებს მსახიობებს და ყველას ესეთი მორალური მხარდაჭერისთვის იმისთვის რომ პირველი პროცესებიდან მოყოლებული დღემდე გადასული კონდაქტ დარბაზი ერთმანეთზე კარგი ვიხართ სულ საუკეთესო ბიჭების ახლობლები ყველას გისურვებთ რაც შეიძლება მალე დაგებრუნებინოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების კალაპოტები ეხლა შეიძლება საქმეს და ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს რომლის დაახლოებით ეს 80% არის სრული სისულელი და დამუშავებული 20% ტყუილი რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და არ ვაღიარებ არ ყოფილა არანაირი ჯგუფი არ შემსრულებია არავის მითითებები გამარჯობათ არ შემსრულებია არავის მითითებები ამით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის ეს ქალბატონები ზეპირად ისიც უკვე მაინც კიდე გეტყვით რომ ესენი ყველა აქ გავიცანი საერთოდ სპონტანური გადალაპარაკებაც კი არ ყოფილა ვისაუბრეთ ამათთან კი ხმა არავის გამიცია იმედ გადასასწრაფოების მანქანით ფიზიოლოგიურად მომასულიერეთ და მოთხოვნა გადაუხადე იყო და არ მიეყენებია არავის ჯანმრთელობის არანაირი ზიანი არ შეხედა არც სახელმწიფო არც უნივერსიტეტის ქონებას ეგ ყველაფერი ამათი მომტანილ ვიდეოებში მშვენივრად ჩანს მაგრამ სამწუხაროდ თვალებს ვიბრმავებთ მოკლედ 28, 29 და 30 რიცხვებში მიმდინარე მოვლენებს ნაციონალური მადევნებიდან თვალყურს მე პირველში გვიანივედი სახში ვისაუბრე გასვლამდე გეუბნებით რა სანამ წავიდოდი და იქ მაგ დღეს კიდევ უმძიმეს კადრები დამხვდა როგორ ეხცეოდნენ ხალხს ახალგაზრდებს გოგოებს რა ვიღაც გამჩერდა ჟურნალისტებს როგორც ცნობდნენ და უმეტეს რა ჯგუფურად სხვადასხვა ორგანიზებულად ეგენი მოქმედებდნენ და ხო და ამ ყველაფრის შემხედარე უბრალოდ გამიჩნდა უსამართლობის და მე უფრო უბრალოდ ესე უსამართლობის შეგრძნება და გადაწყვეტილება დავსულიყავი მეც რუსთაველზე რა თქვენ კარგად მომისმინეთ მინდა რომ იცოდეთ როგორი ხალხის აპოლოგეტებიც ხართ ერთი ვიდეო იყო რომელიც ძალიან მოქმედა ჩემზე არ ვიცი რა გახსოვნა თუ არა რო გახსოვთ ნახეთ აუცილებლად აი ხუჭა ბიჭის მომენტი რო არის თითქმის გათიშულებული აზრის გაქვთ ნახი გაქვთ ოკეი გაი მაშინ ნახეთ თუ არ გაქვთ ნახი ამ თითქმის გათიშული გდიაზირს და ერთი ესეთი ამათი სამართალ დამცავებული წარმონაქმნი მიდის და ჯერ ქურს ხურტავს სახეში მეორე ესე სამაყო სპეციალიზმელი გმირი მიდის და თეზელ ციხურტავს სახეში და ითიშება რა ის ვიცი აი მაგვილებს რომ უეცოტა შემცხვა ჩემი თავის უბრალოდ შემზირო და ჩემი თავი რომ წინა 3 დღის განმავლობაში მეც ჩვეულებრივ ან უყურებდი ამ ყველაფერზე ჩვეულებრივ თუ აგრძელებდი ცხოვრებას მეც აღშფოთებით მხოლოდ რაღაც კომენტარები შემოვიფარგლებული ჩემ და სამარცხვინოთ და ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერ-მინისტრის განცხადების გამო რომელმაც მაგ განცხადებით პირველ რიგში თვითონ დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და მერე დროთა განმავლობაში ეს ნაბატიეთ ესეთი მძაბია ოპიტი ფრაზეოლოგია მაგრამ თავზე გადაგვახია ეს კონსტიტუცია მეც თქვენს პროკურორებო და საერთოდ მთელ ერს ხოლო საკმაოდ სამართლიანად აპროტესტება ხალხი ამ ევროინტეგრაციის შესრულებას ეხლა ის სიგეთების ჩამოხსნა არ დავიწყებ მაგრამ იმას აუცილებლად ვიტყვი ჩემ ქვეყნის მომავალი მეც აუცილებლად იქ მინდა იყოს და არცად სხვადასხვა რუსეთებში და სიგნალებში ჯამში ყველაფერი მეჯერო ჩანეცოდა წავსული ამის რუსთაველზე და ხო არა გადავასრულე ეცეთი ამის უფლება სულთნეფად კონსტიტუციურად ხომაქვს მოიცემს მქონდა მეგონა მქონდა უფლისწულად იმიტომ დაჭერის სამიდან მოყოლებული ჩემი უფლებების ართახილია არ ვიცი გასწორეთ ხო აქ წარმოგვიდგენს მოკვალიციელებს რის თქმა შეიძლება ისარი რომ სუდი არ ამარტად ძალიან უწუხარ შეიძლება არ უწუხდება ზოგს ხელი უტკენია ზოგს ფეხი ლოყაც პროგრამით იგინეთ და კარგია რომ მე აფშუაშია იმიტომ რომ რუსთაველზე მივედი
ჩარჩ პოლიციის მასახელყოფია იქ უკვე გვიანი იყო ხოლმე სპეციალურები იყვნენ და ჩემ ფიზიკური მომენტის მქონე ადამიანს რომ პარიანი ჰელმეტიანი საერთოდ პირებული სპეციალური დაუბრუნების პრობლემები კონცეპტა კომიკურია ხო მიდეზე პარასტურად მე ვარ რაც ამით მოიტანეს მე აიმასაც ვასწავლებ რომ არამეის ის შესაძლებელი არჩევნებია არც არანაირი ძალდობრივი ასე ვთქვათ აქტის ინიციატორი ყოფილა პირიქით აი მისვლიდან 15 წუთშივე უკვე ყველაცემი კომპონენტი აირიგრიმის კაცის ჰუსტობა და თანამორალობის შეგროვება შეუძლებელი იყოს მოსადებია ფსევდოსამართლობის მხრიდან ვიდეოში არის მით კონკრეტულად ჩემ ვიდეოში აპრეში სიგნალა პირიქით სიგნალებიდან იმიტომ რომ ტელეკომპანია ინების კარგული ვიდეოებია და ის ხალხ მოტანილი მაგრამ ალბათ თქვენ გჯერათ 28 წლის ვარ და ცხოვრებაში არაფერი არ დამუშავებია ის უცხოელი ჩემთვის რა ცხოვრები მუშაობდი დიალოგი იქითაკეთ საერთოდ მქონია მე განზრახავ რომ მაგას მოსამოდი და დამუშავებინა რა ვიდეოში ხელოთ რა აღი მიკეთია არც პირბადი ან რაღაც ისეთი რაც კონულოჩს აიგნოსის რა ის ახულებით მიდია და რაღაც ითვლეს ხაიფეთი არის როგორც რუსთაველია და მილიონობით კამერაა ნავის ახლა არა წავიდით დავიფარავთ ისე რა დავაშავე იქ რა ხა მიდებული დამოკიდებულება ზოვილობა პროკურორის ასართყოს მიმართ ამას მოხდიოვის აიდიტის ზდამდები ამხელენ პირიქით იმათთან შაუს და არაჩვენსაც ამაზე ხმის ვიტყვით ვარგი ხაბარ მოგიგიეთ თავის ცნობიერების დინებენ იმუქრებდნენ არც ნიუთების სწორად ნერიდობენ ისე ვთქვათ და ამიტომაც დავასამართლე ეხლა ეს ჩვენი გამოძიებელი მაგარი კაცი უწუხარ აკრავი მოსულიდან მქონდა ბოიშეკით ხომაკაცთან ჯერ წარმოგავალებილებდნენ უზედი პოლიციები აფერისები მოწყობილიც თუ იყვნენ მაგას ვერ წარმოვიდგინდი და იქ ჩამოვიდნენ შემოსავლები მეგობრად ჯერ ხო არის რაღაც ეთიკა პოლიციელი და აპარატის ადამიანს რომ თქვენს დუმის უფლება რაღაც მსგავსი არაფერი არ ყოფილა ჩამოვიდნენ ეგრევე წავედი თბილისში მე ჩამოვედი თბილისში და ეს აქციაზე ხო იყო მეთქი ანა აფრიკა დამშავებია თქო რა და მე ავტოხე ისერიკა არც მარეკინებდნენ არაფერი და აი რა კინდერის დარეკავ და ასე შემდეგ დაადვოკატები რაღაცა ჩავართო ასეთი მოსულში მოვთო ერთ ფაინჟონის საგიწრანოს მას დაუჯერა შემისრულეს დაუჯერა მე ხარ დავეკონე ხარ ჩემთან მეთქი აღარვანელი ტულეფენსი თუმატო ჯარიმთან გამოვიდა ოკეი მეთქი და კი ხედავ სადაც ვარ ხა მე ერთმანეთს გუდაუდან თბილისამდე ჩამოვედი 3 საათი გაშოვია ავიდი მე როცა წავაში თეთრი მაგდენი თელზე გვერდზე აუდიტალებში უვიდი და მე ლაპარაკობდი ძალიან რაღაც რა ბოლოს კაპეზის მაგათ მოწამიყვანეს რავის სირამის დაუჟმაკასტი ბოლოს ჩამეხუდა და ისე წამოვიდა იქიდან კაპეზიდან აქ მოდის და ის ჯიუტად და შეუძლებელი ოპტიმიზმით ამტკიცებს რომ აი თეთრაშვილო ტერიშვილზე რა მაგრად გავარცხავენ ეს კაცი ერთმანეთს და არის კაითვინდა ბაზე ეგეთი ის რომ მიგზავნის კიდე მე გამოცნე რომ მე ეს ტრანსფერ ვქარო მე ჩემ პირადმა კონტაქტმა მიცხოვა რომელსაც თავის პირადმა კონტაქტმა უცხო რომ თუმე თეთრაშვილო კვებს ისე და იქ ოდესავაზე რა ვისწავლე ნახეთ ჩემში ყვა არ გინახავთ აი ამ ყველაფერი თუგინეთ რომელსაც ორავის სტანდარტს გისურვებთ ვაფშე უეთ კაცებრივის ისევში მაინც საჯარო კომიტეტი ოდრე დამშავდა და ეხა პლუს მინუს თქვენი ვერდიქტით ანგამედ და შემეშეცვალოთ ხალხი თქვით პროგრესის მიმართება პირველში ამიტომ შეიძლება ძალიან დიდი ძალის ხმაურს ხარჯავდა თან იყურებდა თან სიმშვიდე შეუნარჩუნა და ეს არის დისტანციურ ტემპ დაუცვა თქვენ დაგვერწმუნეთ რეგზანდებით აბსოლუტურად უნაროები საქმის დასაწყისიდან მოელებული გნებავთ მსვლელობისას თუ რეგულაში მოვედით 9 თვის განმავლობაში სხვა რაღაცას ამტკიცებ და მე რეგულაში ის თუ ის რაღაც ყოფილა აიგუშტილი სასამართლო პროცესით თქვენს მაღალდენის პროფესიონალიზმზე მეტყოლებს აქ ვეკეთით რომ სიონი და ერთი სამითარი ფიქრობთ რომ პროფესიონალები ხართ თქვენ შეგიძლიათ მომდევნო დამუშავების ასწავლა აქ აგვარჩიეთ ესე განტოლების უაცება 14 წესიერი ხალხი და სკვიდოებით რაღაც აბსტრაქტულს კერბედო უფრო კვადრალებს თორე საბარო რამდენი საკითხია წარმოჩენილი ყველგან დაგჭირდა საბოლოო არგუმენტირების სხვა ხაზრისით
მე ალბათ ვფიქრობთ, რომ მოდი ახლა ექსელი შევაშინებთ, მე ახლა პროცესზე წამოვიდე, ალბათ ნაკლებადაც თანახმები იქნება. დიდი მადლობა ბიჭებს, მსგავსი არაფერი არ ვიკადრეთ. ხო, მახსოვს ის მსგავსი ტრიუკი გაგიგოთ იმ ბიჭთან ჯებირების აქნიზრება დააყავეთ, სამეონგილოს საპროცესო და მე გადააგდეთ. გულის ამრევია, ექშენს ჰოსპიტალი ნახმარა, მაგრამ არა პირდაპირ გულის ამრევია თქვენი საქციელი. და თქვენი სახით თუ თქვენი პატრონის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, დიახ, მაქსიმალურად კორექტული ვარ. და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ისეთ სიტუაციაში გვაგდეს, რომ მე ჩვენ წავიდეთ და ისე ევროპაში მოვეძებოთ და ამიტომ ჩვენი სამართლებები რა, არანაირი ნორმალური იარაღები პრესითაობა ხართ ვის მოხალისებთ თქვენი იმედი. და ბოლოს ჩემი მეგობრები ოჯახს არ არიან აფასულები და მაგათ შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ ხო დაუნთრომაში იმედია კიდე შევხვდებით ერთმანეთს ისე სასამართლო დარბაზში, როგორც ადგილების გაცვლით.